ხმა მომეცით, რომ გავიგო, რომ მზად ვარ დღევანდელი საღამოსთვის. დღეს გველოდება ბევრი საბმიშენი, ბევრი მახრჩობელა და ბევრი მტკივნეული. მეგობრებო, ამ საღამოს ერთადერთი ცუდი ამბავით დავიწყებ და მერე სულ კარგ ამბებს მოგახსენებ. სამწუხაროდ უზბეკები ვერ ჩამოვიდნენ. რაღაც პრობლემა შეექმნათ საზღვარზე, ამიტომ უზბეკურ ქართულ დაპირისპირებას დღეს სამწუხაროდ ვერ ვიხილავთ, თუმცა მათ გარდა გველის 7 ძალიან სასტიკი და სანახაობრივი ჭიდაობა. ამასთან ერთად შეგახსენებთ, რომ ჩვენ დღეს გავათამაშებთ რაფის ბილეთებს, რაფის 2 ბილეთი main event-ის წინ გათამაშდება. ამიტომ ვისაც გაქვთ ბილეთი შეძენილი, შეიძლება 11 ივლისსაც მაგარ ჭიდაობებს უყუროთ. ამის გარდა მე მინდა დიდი მადლობა მოუხადო კომპანია ახალი ხედვა დიდი ხანია გვერდში გვიდგას. ჩვენ სპორტსმენებს ეხმარება რეაბილიტაციაში, ტრავმის შემთხვევაში. მუშტიკრივის ჭრილში გქონდა დიდი ხნიანი თანამშრომლობა და გრძელდება და ახლა გადმოვიდა გრეპლინგზეც. აპლოდისმენტები ახალ ხედვას, გრეპლერებს ხარს უჭერს უკვე. და ასევე გრეპლინგის პრომოუშენს კიდევ ერთი მხარდამჭერი დაემატა. Windham Grand Tbilisi მეგობრებო, არის გამას ოფიციალური პარტნიორი. აპლოდისმენტები გთხოვთ. მაშასე მზად ვართ პირველი ბრძოლისთვის. ეთილი პირველი წყვილი და მე მინდა ვიხმო გამას fight pitch-ში ზურა ბუდინაშვილი. და ზურას მეტოქე დღეს არის დათა კანდელაკი. თოლიდან სადაც იმართება გრეპლინგის მორიგი, იმედია დაუვიწყარი ივენტი 7 დაპირისპირება გვექნება დღეს, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი ბრძოლები. მე გიორგი ბუჩუკური ვარ, ჩემთან ერთად დღევანდელ საღამოს გაუძღვება El Diablo თელ მამაცაშვილი. თელ როგორ ხარ? მოგესალმებით. არჩევანი არ მქონდა ეს. ზედმესახელი მომანიჭეს. არც ერთ ზედმესახელში არჩევანი არავის არ აქვს. დღევანდელი საღამოს სპონსორია ახალი ხედვა, რომელიც დიდი ხანია გახლავთ გამა მუშტიკრივის მხარდამჭერი, ახლა უკვე გრეპლერებსაც დაეხმარება რეაბილიტაციაში და ასევე სასტუმრო Windham Grand Tbilisi აქ დაიწყო პირველი ჯახი. დათა მეგრევი გარდი გაჭირვა და ეხა ხიხუგზე უტევს დათას ბუდინაშვილი. საკმაოდ ღრმა შეტევა იყო საშიში, თუმცა მოახერხა გამოძრომა. დავით კანდელა 57 კილოგრამში გაიმართება პირველი დაპირისპირება. შეგახსენებთ, რომ 6 წუთიანი იქნება ძირითადი დრო. შემდეგ უკვე უპირატესობიდან გამომდინარე პოზიციურ უპირატესობას მიიღებენ. ახლა ორივეს გარდის თამაში უნდა, ხოდი შეწყვეტილე. როგორი კადრებთ? ორივე ფეხს ეძებს, შესაბამისად ორივე გარს თამაშობდა ჟიდა. ფიფტი პოზიციას ავითარე, ხა შიდა ხილხუგზე უტევს დათა კანდელაკი. საკმაოდ და მოუწია განებობა ბუდინაშვილს. შეიძლება ხალხების ჩართულობა გაგჭირდეს. შესაფერის სპონსორი. ამოთა ბრძოლაში მეორე წუთზე საბმიშენით ჰილჰუკი იყო, ხო? ჰილჰუკი გამარჯვებულია დათა
კანდელაკი. კანდელაკი გამარჯვებული. გიმნაზიას წარმოადგენს პაულ ზაიცევი, მისი მწვრთნელი, რეკორდი 0-1-ზე ქონდა აქამდე, თუმცა დღეს 1-1-ზე გაუხდა გამა გრეპლინგზე. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ზურაბოდინაშვილი. საკმაოდ ახალგაზრდა. მე კი ინტერვიუთი დათასთან. როგორც ვიცი, წინა გრეპლინგზე რომ იჭიდავე და სამწუხაროდ მარცხი იგემე, მის მერე 7 მედალი აქვს მოგებულიო. მართალია, ანუ ეგრე გაგაფსიხა იმ წაგება? სწორია. ბაგარია, ძალიან შთამბეჭდავი მოგება იყო ეს და შთამბეჭდავი გზა წაგების შემდგომ ეს გისურვებდი რომ ბოლო წაგება იყოს, რომელიც შენ ზოგადად გიგემია. მადლობა დიდი ასეთ ჭიდაობისთვის და სიამოვნებით ვიხილავთ შემდგომში შენ ჭიდაობებს. რა აზრის ხარ? ვაუ. თანხმობ. Okay, let's go. გავაცილოთ აპლოდისმენტები, გათა კანდელაკი მეგობრებო. 9 დღის წინ. მათ ხუხზე და ძალიან მჭიდრო ხდება ხოლმე ამ შემთხვევაში არ ელოდა ამას ავარავდოთ ზურა და მოუწია დანებება. შემდეგი ლუკა ლომიძე და ფედორ ტრუბუციანი დაიკავებენ. გადავიდეთ შემდეგ შერკინებაზე. არა. კი. მე მინდა ვიხმო. ამათება შეგვიცვალეთ თუ შეიძლება. ლუკა ლომიძე! ლუკა ლომიძე. გერმანიაში ბერლინში დაიბადა. გრეპოს რიც წარმოადგენს ნიკოლას დანიელი გაბრიელ ბარამიანი კავე კუანს ხმელები. წელიწად ნახევრის წინ დაიწყო ვარჯიში გრეპლინგში. სტუდენტი. ჰობი არის მინძობა. ლუკას მეტოქე. კაი ჰობი არის. დღეს არის შეუმჩნეველი. ფედორ ტრუბიციან. ფედორ ტრუბიციანი და მისი მეტოქე 70 კილოგრამი. 182 სანტიმეტრი, წონა 72 კილოგრამი უკაცრავად. Black Eagle BJJ-ს წარმოადგენს ამიკო სულმენიშვილის გუნდს. ლურჯი კამარი გახლავთ ძიუდოში სხვათა შორის. პირველად ხედავთ მას, ნახოთ. თემო. რატომ გაცვია მაისური? ზოგადად სტატისტიკა დაიდო ახლა და ვისაც შეტევა უყარს მაისურს იცმევს და გრძელსახელოიანს, რაც ყოველთვის ეგრე თვლიდი რომ ეგრე იყო, მაგრამ ეგეთი გვერდი არის დიჯიტსუ და მაგათ მოდადეს ვისაც ასე ვთქვათ გაქცევა უნდა უფრო დაცვაზე არ ორიენტირებული ისინი მაისურების გარეშე გამოდიან. ამ შემთხვევაში აი ვნახოთ საინტერესო სტატისტიკა. ორმაგი ნეგატივი თუ იხილავთ. აქ გონიკ ბიჭებს გაქცევა არც ერთს არ უნდა ფედორ და ლუკა. ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს გამა ფაით ფიტის, შეგახსენებთ ჩვენი სპონსორია ახალი ხედვა. სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა სპორტსმენების რეაბილიტაციაში გვეხმარება, ასევე ვინხამ გრანდ თბილისი. ფეხი გამოუსვა ფედორმა. არ გამოვიდა წაქცევა, ჯერჯერობით დგომში მიმდინარეობს დაპირისპირება. ტეიქდაუნი კისერად შევიდა ფეხში, მაგრამ საპასუხო მიიღო, გდება. ცუდად დაეცა იქ თითქოს კისერი ხომ არ იტკინა იმ მომენტში. აუ იმედია არა, მაგასოა ტყიულში კი არის, მაგრამ ნუ იცავს თავს ახლა ფრონტ ჰედლოკიდან სილოს შეუტიოს. ანბარზე კარგად გადავიდა. გაუჭიმა ანბარი, თითქოს უგისაღებას აპირებდა, მაგრამ ეგრევე ანბარზე გადავიდა. ცდილობს გაუხსნას ხელი. ვერ ახერხებს ჯერჯერობით ამას კარგად იცავს ლუკა თავს. მაჯას უნდა შეუტიოს ახლა ტრუბიცინმა. იმაზე მეტი დრო კი აქვს, რაც ჯუდო შექნებოდა. ეხლა ამბარის ასაღებად და აბა ვნახოთ აქ
დანებდა, ხელი გაჭიმულია და მოუწია დანებება. ბრავო. და სიგიჟე ხდება დღეს. ორი ბრძოლა, ორი ფინიში. ორი საბიშენი სწრაფად რეგულაციაში თავარ დროში. მაშასე ამ შერკინებაში არმბარით გამარჯვებულია ფიოდორ ტრუბიცკან. მადლობა ლუკას. ჭიდაობისთვის მე კი ფიოდორთან ვარ. ფიოდორ, მოგუყევი სადა ამუღამე ასეთი სასტიკი არმბარი, რომელიც რომ მოიპოვე უბრალოდ არც მეგონა რომ გამოძრებოდა შენი მეტოქე იმდენად მყარად ქონდა დაჭერილი. გამარჯობათ ყველას. პირველ რიგში მადლობა მინდა გავუხსნო გამას ასეთი გამოცდილისთვის, ამ შეჯიბრისთვის მომწონს. მეორე რიგში მადლობა ჩემს გუნდს, ყველას ვინც მოვა აქ ჩემთან. მადლობა ჩემს მწვრთნელს, ამიკოს ვიმონიშვილს. და მინდა ვთქვა ახლა თუ არა, მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება საქართველოში. ასევე დიდი მადლობა ჩემს ოჯახს და ყველას ვინც მოვიდა ჩემს სანახავო დღეს. დიდი მადლობა ყველას, კიდევ შეხვდებით. მადლობა შენ ფიოდორ, გილოცავთ გამარჯვებას, ეს აპლოდისმენტები შენია. შვენიერია ქართულს ეს ლაპარაკობს, არ მეგონა თუ იცოდე ქართული. შემდეგი ვაშალომიძე ხელაია დაიკავებენ გამა ფაით ფიტს. მაშასე შემდეგი შერკინება. მე მინდა ვიხმო ლუკა ხელაია. Warriors წარმოადგენს ლუკა ხელაია, მანუჩარ ყვაშილავა, ბექარაკალაშვილი, მისი მწვრთნელები უპირატესობად განეხილავს ფიზიკურობას და ალბათ ხედავთ რატომაც კაცი ტანკს გავს. 1.77 მეტრი სიმაღლე. და დღეს ლუკას მეტოქეა ლაშა ვაშალომიძე. ვაშალომიძეს ეკრება სადღაც 6 სანტიმეტრიანი უპირატესობა მეტოქეთან შედარებით. სიმაღლეში გურიაში დაიბადა ოზურგეთში. გიმნაზიას წარმოადგენს, პავლო ზაიცევი არის მისი მთავარი მწვრთნელი. ეს უფრო ფიზიკურ დაპირისპირებას გავხსნა. საქართველოს სამჯერავ საქართველოს გრეპლინგის გორჯენ გრეპლინგ ტურნირი მოგებული, AGP კავკასია აქვს მოგებული. ლაშა მეგრევი გარდში ჩასვლა გადაწყვიტა. საინტერესოა აქ თუ მივალთ დამატებით დრომდე. პირველი ორი ბრძოლა ფინიშით დასრულდა. ჰილჰუკი და არმბარი ვიხილეთ დღეს. ვაშალომიძე შეიძლება რომ რაიმე კონტაქტი მოიპოვოს, არბარზე შეუტია. მაგრამ კარგად დაიცვა ფიზიკურობის ხარჯზე, ფეხზე გადადის კეიგარდიდან. როგორ არ მიატოვა ფეხი მომენტში? მხოლოდ ხელები კარგად გამოდის ხოლმე გადასვლები და კარგად გადაიყვანა. ეხა რეალურად იზოლირებული აქვს ფეხი და ჰილჰუკზე შეუტევს, სავარაუდოდ მოუწევს დანებება. ბრავო ხელაიას. ლაშა ვაშალომიძე გამოვიდა, ნახა და დაიფხრო. საკმაოდ სწრაფად მიდის დღევანდელი შეჯიბრი. მაშასე მეორე ხილხუკი დღევანდელ შეჯიბრზე და შემსრულებელი კი ლაშა ვაშალომიძე მეგობრებო. ლუკა ხელაია გავაცილოთ თოთ აპლოდისმენტებით. მე კი ლაშასთან. რა ვარი იყო? თავიდან თითქოს და ფიზიკურობით, ასე ვთქვათ,
ისე გამოჩნდა რომ არ იქნებოდა ადვილი მეჩაფი, თუმცა ხილხუქს ფიზიკურობა დიდათ არ შველის ხოლმე და გეგმა იყო ასეთი ლაშა? კი, იმიტომ რომ მეც MMA-ის მებრძოლი ვარ თვითონც და ზედა ტანზე თან ესეთ ფიზიკურად ძლიერ ბიჭთან რთულია სამბიშენები. იმიტოა კომბატ სპორტი რომ სადაც არ გამოდის, თუ მაღლა არ გამოდის, ქვევით გამო. კეთილი. შენ გამაგრებლინგზე უკვე გაქვს არაერთხელ ნაჭიდავები. აპირებ კიდევ თუ არა ასპარეზობას და რამე ამბიციები თუ გაქვს? რა თქმა უნდა, მინდა რომ როგორც პირველად ვიჭიდავე, მაშინ აღვნიშნე. ძალიან აქტიური ვიყო. ნებისმიერთან ვიჭიდავებს, არ მაქვს პრობლემა. ასევე მადლობა მინდა უთხრა ჩემ კუთხეს, ნიკას, მიკიტას და მთლიან გიმნაზიას და ყველაზე დიდი მადლობა პაველ ზაიცევს, იმიტომ ის რო არა, ეს ამიშენი საერთოდ არ ვიცოდი, სანამ მივიდოდი რა იყო. შესანიშნავი. აპლოდისმენტები მეგობრებო, ლაშა ვარშალომიძე. პაველ ზაიცევი არაერთხელ ყავს ნახი ჩვენ გამას, მაშინ ტატამი იყო. შოთა გულიაშვილი, გიორგი გამყრელიძე დაიკავებენ შემდეგი Fight Pits. როგორც ხედავთ თქვენს ეკრანებზე, შემდეგი შერკინება შედგება 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე მინდა ვიხმო პირველი გრეპლერი გიორგი გამყრელიძე. აგერ უკვე მე რამდენად ხედავთ გამა Fight Pits-ში საკმაოდ ფიზიკურია, კვირცხლი მუჭიდავე გახავთ ის დღეს გულიაშვილი ყოლება დღეს გიორგისთან ჩვენს Fight Pits იზიარებს შოთა გულიაშვილი. გულიაშვილი ჯიტსუ აკადემიიდან, ალექს უმანცევი მისი მთავარი მწვრთნელი, ზოგადად ამ დარბაზის დამაარსებელი მთავარი მწვრთნელი. ერთ-ერთი დამაარსებელი. 1-0-ზე აქვს რეკორდი მას გამა Fight Pits-ზე. იასამნის ფერი კამარი გახდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ. საინტერესო უნდა ვიხილოთ დაჟდა ეგრევე შოთა. გამყრელიძე წარმოადგენს Black Eagles გუსტავის ამიკოს იმონიშვილის გუნდს. ცდილობს რომ კეიგარდით შევიდეს, ბერინბოლოზე შეუტიოს. უყვარს ამ ხალხს ფეხებზე ნადირობა Black Eagles გულსმობ. ქვემოდან მოექცა გამყრელიძე. ფეხს არანებებს თავს. სულ ჰილხუქს ეძებს რეალურად გამყრელიძე. ეხლა double underpass-ით ცდილობს რომ გაცდეს გულიაშვილი. კარგი მეთოდი არის ამ შემთხვევაში. ფეხების დასაცავათაც თან წონას ატარებინებს გამყრელიძეს. გამყრელიძეს დებიუტი შედგა ნიკა ვეკუას წინააღმდეგ. საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მან იმ ბრძოლაში, იმ ჯახში. დათმო საბოლოოდ ეხლა რა თქმა უნდა მან მიხედავთ იმისა რომ წონაში დიდი განსხვავება მაინც კლასმა თავისი გააკეთა, თუმცა შესანიშნავი გრეპლინგი დაემატა გამას მოჭიდავეთა სიას. გრეპლერი. წონას ატარებინებს ეხლა შოთა. და ნელ-ნელა მეთოდურად ცდილობს რომ გასცდეს გარს, თუმცა ჯერჯერობით გამყრელიძეც ახდენს კარგ გარდის ასე ვთქვათ retentions, შენარჩუნებას. ხელი კიმურა. კიმურაზე აქვს შანსი ახლა რომ შეუტიოს. ფეხის გადატანა დაჭირდება სავარაუდოდ არც გარდი არ აქვს ჯერჯერში კლუბი, მაგრამ გამოიყენა ეს სუპისთვის. ეხლა deep half-ში არის. ეგრეთ წოდებული deep half გარდი, half guard-ში არის შესული. გულიაშვილი, მაგრამ ჰილხუქზე ცდილობს რომ შეუტიოს. ისე უბრალოდ გარეთ აქვს გამოტანილი ახლა. ეს პოზიციები ზოგადად შოთას უყვარს ბერინბოლოს პოზიციები. თუმცა საფრთხილო არის რომ ძალიან ღამათ არ ჩატოოს ფეხი. და ნილაინიმა დაიცვას კარგად.
ხო რეალურად გაცდა შოთა გარც რაღაც არასტანდარტულ ამერიკანას უკეთებდა ფეხს უნდა გაუთხილდეს ახლა გამყრეძეს აქვს შანსი რომ ხილხუბზე შეუტიოს მაგრამ დროულად გამოდის ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ეს მატჩი დღეს არსებულ მატჩებს შორის 3 წუთზე მეტია გასული ნახევარი დროის უკვე გასულია ძირითადი დროის ისიც ყურადღება მისაქცევია რომ რეალურად მუხლის ასე თქო შეხვეული აქვს რაღაც ტიპით რაც ზოგადად ნიშნავს რომ რაღაც დონეზე აწუხებს ღრმათ არის საკმაოდ ეს მაგ ფეხზე უტყვის და მაგ მუხლზე ზუსტად მაგრამ გამოვიდა კარგად დატრიალდა ხომ არ დაიღალნენ ბიჭები შოტაც მძიმეც უთხოვს საკმაოდ შენ კი ამბობ თემა რომ გრძემკლავიანებით უტევს ხალხი მაგრამ მე ვიძახი რომ ცხელა გრძემკლავიანებისთვის მეგეც მართალი არის კლიმატი მნიშვნელოვანია ისევ ცდება გარც შოთა კონტროლში ცოტა დავარდა ტემპი მეორე ნახევარში. ხო, ნუ საინტერესოა. crossface-ით ხაიქნა გაახედოს. საინტერესოა თუ მივალთ დამატებით უნდა ვის მისცემენ საჯები უპირატესობას. ნუ გამოსწესებით სავარაუდოდ ამ ეტაპზე რო გაჩერდეს ბრძოლა გამყრელიძეს მიცემენ, რადგან ნუ შეტევები უფრო ფასდება, ქულებით რო დაითვალა რა თქმა უნდა შოთა დომინირებს. ასე რომ ნახოთ. ხო, ეხლა საინტერესოა ისიც რომ თუ თქვათ ფინიშის იმედი არ აქვს გულიაშვილს, შეიძლება არ შეუტიოს ზემოდან და დაზოგოს ენერგია crossface-ი. კი, მაგრამ როგორც გვინახია რეალურად მე overtime-ი ჩვენი პენლები არის ასე ვთქვათ და ბევრი რაღაც შემოდის თამაში ასე ვთქვათ რა. წინა გამაგრებლიზე თამოვიხილეთ 14 დამატებითი დრო. 14 დამატებითი. არ მშურს თქვენი ამ შემთხვევაში. 14-თან ანუ ერთ ხარეს კი 2 ანუ ხო 28 წუთი არ იყო, იმიტომ რომ ადრე გამოდიოდნენ თქვა პოზიციებიდან, მაგრამ 14 დამატებით დრო დაიწყო. ეძახის კუთხე აღარ დაიღალო, 20 წამი გადარჩაო. ალბათ შეთანხმდებიან იმაზე, რომ აღარ შეუტევენ შემდეგ 20 წამის განმავლობაში, ნუ 10 წამიანი ნიშნულს გავწდით უკვე. არაფერს არ შეთანხმდნენ. ერთ წუთში ვერ ვიხილეთ საბმიშენი, ამიტომ მივმართოთ საჯებს, ვის მიცემენ უპირატესობას. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ზურგის აღებით დამატებით დროს იწყებს გიორგი გამყრელიძე. როგორც ვარაუდებ მოხდა. გიორგი გამყრელიძე აიღებს ზურგს. ნახოთ, შეგვეძლო ეს საქმიანობას. ეხლა აქ თავარი არის გულიაშვილისთვის რომ პოზიციას ჯერ არ დასაბმითეს და მე შემდეგ უკვე დააღწიოს აი ამ პოზიციას თავი გამოძრეს ზურგიდან. სტიოს გულიაშვილი ზურგი დადოს ტატამზე და გამოვიდეს ეგრე საკმაოდ მარტივად. ეხლა უკვე მისი ჯერია. და გამოწურა გამყრელიძეც. შემდეგ იქნება სპაიდროვის პოზიცია.
ძალიან მარტივად გამოვიდა შოთა. უბრალოდ წამოდი. მაჯას უნდა შეუტიოს ახლა რეალურად. შეტანა სტილობს აყრელიძე რომ გააღწიოს თავი გულეშულის მარხუჟებს. ეხლა და შანსი რომ გატეხოს ახლა ხელი და გაუხსნა იქ არის. ბრავო გულეშული. ასრულებს მეორე დამატებით. დამატებით მეორე რაუნდში შოთა გულიაშვილმა მოიპოვა არმბარით გამარჯვება. შოთა გულიაშვილი მეგობრებო. ვიხილეთ პირველი გიორგი გამყრელიძეს აპლოდისმენტები დაუთმოთ, გთხოვთ. შოთა გილოცავ გამარჯვებას. საკმაოდ სერიოზული მეჩაფი იყო. თითქოს და გაგიჭირდა შენა სიტყვი. გვერდიდან ასე გამოჩნდა როგორც მინიმუმ. ძალიან გამიჭირდა, მუხლი მატკინა ერთ მომენტში ძალიან კარგად მიქონდა ფეხები. ჩემი მთელი კემპი ჩავატარე ამ ბრძოლისთვის, რომ ფეხები დამეცვა და მაინც მოახერხა, რომ წაიღო, ძალიან მაგარი ბიჭია. პირველ რიგში მთელ რუსთავის გუნდს ამიკოს ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა და ძალიან მაგარი ბიჭები არიან. გიორგი, როგორც ვუყურებ, რაღაც ფენომენალური, ასე ვთქვათ, ფეხები აქვს. გქონდა მცდელობა შენს ფეხებზე საბმიშენი რო გაკეთებინა, თუმცა რამდენჯერაც არ მინახია მისი ჭიდაობა, თითქოს და ისეთი რაღაც დრეკადი ფენომენალური ფეხები აქვს, რომ ხილხუკით 360 გრადუსით რო გადაუტრიალო, მე მგონი არ დათეფავს და ქონდა აზრი შენ საბმიშენად ემთებს ფეხებზე? არც მქონია ესეთი მაგრამ ძალიან კარგად მომზადე, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის და ჯიტსუ აკადემიას პირველ რიგში თბილისში, აი ცალსახად ნომერ პირველ აკადემიას ძალიან დიდი მადლობა და მთელ ჯიტსუს კონცს რომ დამეხმარენ და ლეგიონის ბიჭებსაც. შესანიშნავი. აპლოდისმენტები გთხოვთ. შოთა გულიაშვილი. დღეს მისი საღამოა. შოთას მეორე გამარჯვება გამაფაით ბიცი. კუპატაძე შარიფაშვილი დაიკავებენ შემდეგი კატავს. შემდეგი წყვილი ემზადება გამოსვლისთვის. ეს შერკინება შედგება 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველი ვინც მინდა ვიხმო გამას რინგზე არა ფაით პიტზე ეს არის სოსო შარიფაშვილი. სოსო შარიფაშვილი ლას სამურაის წარმოადგენს ნიკა ბერიუაშვილი მისი დავარმწუხებელი ხედავთ კუთხეში 2-0-ზე აქვს ხათაშორის რეკორდი საიდანაც ერთი არის გუნდურში გამარჯვება დღეს ამასხებელია ის აქ სოსოს მეტოქეა სანდრო კუპატაძე. სანდროსაც 2-0-ზე აქვს რეკორდი 4-ის ტყაოსანი და გვარდიუსი არის მისი დარბაზები. საკმაოდ ახალგაზრდა ნიკა ბრეგაძე, გიორგი ობოლაძე მისი მწვრთნელები ლეგოქებია. საყვარელი ტექნიკა. ნახოთ როგორ ჩაივლის ეს დაპირისპირება. face-off ვიხილეთ. წავედით. აგრესიულად დაიწყო შეხტომა უნდა და ეგრევე flying რაღაც უნდა. ყველამ გარდი გაჭიმა თითქმის გარდის გაჭიმოს არის და გარდის გაჭიმოს. გარჩ ჩავიდან გაჭიმა. ერთი ჩაჯდომა მეორე მიფრენა მეორე ეგრე არის სახეობები. იბატო. ფეხი წაიღო, ფეხი. დროულად ამოაზრო. შარიფაშვილი ფეხზე დგას, ცდილობს გაცდოს მეტოქის ფეხებს, მაგრამ ჩავარდა ეგრევე გარჩი. ეგრე შემოვლით გაუჭირდება. როგორც ვიღაც ზეწოლა უნდა გააკეთოს.
ფულგარდში ყავს ახლა კუპატაძეს. გადავიდა ჰაიგარდში. ჩაკეტილი კარდი, ცოტა აწევით აცუსტა. აღჭობს. არა, ნუ იგი ხა ცდილობს რომ გადმოიტანოს mission control-ში. მაგრამ გამოვიდა მარტივად ხა ამ შემთხვევაში. შარიფაშვილი. თეო, ფეხის ფეხზე დაბიჯებაზე რა აზრის ხარ? აი, ცუდი აზრის არა ვარ ზოგადად, ანუ აქვს თავისი ეფექტიანობა, თუ იცი როგორ გამოიყენო. წუჭყიან სტრატეგიად ხომ არ აფასებ შენს. არანაირად არ არის. სწორად არ უნდა დაარტყას ვთქვათ და არ უნდა ხორან დარტყმათ არ უნდა გამოგივიდეს. არ უნდა ჩაარტყა ფეხი. სტომპი არ უნდა გამოგივიდეს. კი, დაბიჯება შეიძლება. შოგანი ვანდერლეი არ უნდა გამოგივიდეს. შოგანი ვანდერლეი გამოგივიდა. ეჭვი მაქვს რომ გამაშიც კი გავაჩერებთ. ახლა ვერ ახერხებს სოსო რო გაცდეს და ასევე კუპატაძე ვერ ახერხებს კონტაქტის დამყარებას, რომ რაიმე ხიფათი შეუქმნას ეტოქეს ფეხის დაჭერას ცდილობს არ გამოსდის კუპატაძეს. თუმცა ხო აი ფეხების გაცდენა პრობლემას წარმოადგენს. მეცე გაცდენის დროს კონტროლი საერთოდ არ აქვს ფეხებზე. შეიძლება ეს არის ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი ახლა. ახლა მის ფიზიკურობიდან გამომდინარე უნდა შეეცადოს რომ რაიმე ხელსაყრელი პოზიცია მოიპოვოს გომიდან, ანუ ფეხზე როდესაც არის და მერე შეეცადოს რომ ზეწოლა განახორციელოს. აი ახლა აქ მაგის მცდელობა, მაგრამ მუხლი შეიტანა კარგად კუპატაძემ. ისე ფულგარდი. რადგან აქ ასე ვთქვათ გრაპლინგის წესები თუ არ შესაბამისად ჩახუტებას დიდი აზრი არ აქვს ფულგარდიდან. ქონდა შანსი რომ გადაეტრიალებინა კუპატაძეს, მაგრამ ეხა კენ ოფენერზე უტევდა. ეს ერთ-ერთი ტექნიკაა, რომელთაც შეგიძლია რომ გაახსნევინო გარდი. ისერზე რო კაჩავს ხა ხელი. გარიგასთან უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩამოხდა დროა კუპატაძე. ცოტა დაიცალა. მიშოთქო ზომაციები გამოიწვია აქ შორი გზა მოიარა. შარიფაში მაშინ შეიძლება უნდა იყოს ხელი არ ჩარჩეს საკუთხედში. ისო მოისროლა მეტოქ დროს უყურებს, რასაც მოდი ჩვენ შეხედე გაწუხდახევარი დარჩა, ძირითადად დროს დასრულამდე ჩამოდიო უნება კუპატაძე არ ჩამოვალო უნება შარიფაშვილი თუ ფეხებს არ შემოული ჯერ ისე პირდაპირ გარჩი არ ჩამოვალო. რამოდენიმე ჯერ მოუწია არიფაშვილს რომ ჩასულიყო, მოხდა ფულგარდში, მაგრამ თო ეგ ნებით არ იყო ყველაფერი, ცდილობდა რომ გასდენოდა და გზაში შემოახერხა. კი ბატონო, დაჭერა. მეტოქემ კუპატაძემ ძალიან ელასტიური ფეხებია კუპატაძეს, ხა ერწოლი დონკი გარჩი შევიდა. აქედან შეიძლება გადააგდოს და პოტენციურად ფეხებს შეუტიოს. ან თუ გაიხსნება ფეხები, მე შანსი იქნება შარიფაშვილს რომ კარგად აქვს ფეხი ჩატოვებული. არიცავს სწორად შარიფაშვილი, ეხა სწორად იცავს და აქვს შანსი რომ გამოვიდეს. გამოძრა ამ სიტუაციაში. მოახერხა ფეხის დაფიქსირება კუპატაძემ. ცოტა ხანში მივახლოვდით. სავარაუდოდ კი ოვერთაიმს ვიხილავთ. შარიფაშვილი?
ძალიან ახლო იყო, სავარაუდოდ მაინც კუპატაძეს მიცემენ, არ ვიცი. ახლო ბრძოლა იყო, რეალურად დიდი საშიშროება ვერც კუპატაძემ შექმნა, მაგრამ უფრო ინიციატივა მის მხარეს იყო. მივმართოთ ისე მსაჯებს, ვის მიცემენ უპირატესობას ამ შერკინებაში. ლურჯი კუპატაძე 2-1. გაიყო გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. ლურჯ კუთხისა პირველი დომინანტური პოზიცია სანდრო კუპატაძე იწყებს ზურგის აღებით. კუპატაძე აიღებს ზურგს. ნახევარი 90 წამი ექნება მას იმისთვის რომ დააფინიშოს მეტოქი. ტანზე არ ჩანს კარგი. კი, შეკრული აქვს სამკუთხედი ტანზე. სამკუთხედი შეკრული აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ალბათობით მთელი დრო ყველაზე კარგ შემთხვევაში მოუწევს შარიფაშვილს რომ იყოს ზურგის კონტროლის ქვეშ. გაუჭირდება მაქინან გამოსვლა, დიდი ალბათობით ან გრძელი ფეხები აქვს კუპატაძეს. მარცხენა ხელი გაჭედილებს კუპატაძეს. ნაზლო შარიფაშვილი კატანის საშუალებას თორემ ჩაკეტავდა ედიაში რენიკ ჩოუს. კისრის ქვევით მაინც არა აქვს. თუმცა ამაზე გვისაუბრია, როდესაც შენს დაბალ და ასე ვთქვათ სტოკი ოპონენტთან ჩირკუვით ქვევით არიან შენზე და ცოტა რთულდება ჩაკეტვა მახშობლასი. თუმცა თავის პლუსებიც აქვს, იმიტომ რომ რეალურად კარგად ყავს შემოჭილი ფეხებითაც. კარგი კონტროლი აქვს. ახლა შორტში კიდევ ხელს არ შეიძლება. დასრულდა პირველი დამატებითი დრო, ახლა უკვე შარიფაშვილის შანსი. შანსი ვიხილავ. მეკრევე შელევე კუპატაძემ და გამოწვდა. საკმაოდ სწრაფად გამოძვა საბმიშენიდან კუპატაძე. ეხლა კი ხელის აღებით ვიწყებთ. წინა ჯერზე როდესაც მივედით დამატებით დრომდე, იქ მეორე დამატებით დროში დასრულდა ყველაფერი სწორედ აი ესეთ პოზიციაში, სადაც არმბარით შეძლო ზოლმა გამარჯვება. აქ ვნახოთ ჯერჯერობით კარგად აქვს ჩაკეტილი ხელები შარიფაშვილს, არ უჩანს ამ ხელებს გახსნის. არა, მაინც მოახერხა, ბრავო კუპატაძე დაიკარიშ დანებდას. კუპატაძემ სახლში წაიღო ხელი. აპლოდისმენტები გთხოვთ ბიჭებს. ბრავო. ამ შერკინებაში დამატებით დროში არმბარით გამარჯვებულია სანდრო კუპატაძე. სანდრო კუპატაძე სოსო შარიფაშვილი გავაცილოთ აპლოდისმენტები. სანდრო გილოცავ რიგით გამარჯვებას, თუმცა თითქოს და ლეველი აიწია მეტოქეების და ცოტა გაგიჭირდა წინა შეჯიბრებასთან შედარებით. შენ რა აზრის ხარ? არა, არაფერი არ გამჭირვებია, როგორც გეგმა მქონდა. მივყევი და ესეც მოხდა. ანუ დამატებით დროში გქონდა სტრატეგია რომ მოგეგო ეს შერკინება? კი, რა თქმა უნდა. გაჩი ვიყავი, დაიღავა პასინგზე და შემდგომ მოუგე. საკმაოდ სარისკო იყო, თუმცა გაამართლა. რა ხდება აქ? გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში გამას მაყურებელს. სანდრო, მე ამ ივენტზე გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ჭიდაობა, მაგრამ შემდეგ ივენტზე თუ იქნები მზად, იმის შემდეგზე ვიჭიდაო. არა პრობლემა, მე სულ ყოველთვის მზად ვარ. ჩვენ მზად ვართ, შესანიშნავი, face to face. ეს პირველი გიორგი ჯამაიას გამოწვევა. პავლიაშვილი რიეს კუპატაძე. რომელსაც დღეს მინდა გადავუხადო ჩემ გუნდს.
Memphis Thousands და Gladius. And shout out to my sensei Romu. Thank you for everything. Thank you. შესანიშნავი აპლოდისმენტები სანდრო კუპატაძეს მიულოცოთ გამარჯვება. სანდრო კუპატაძე. შემდეგი კი გოგო ჭური და თემო შეიძლება დამეხმარო გამოთქმაში. ასე გადავედით co-main event-ზე. ეს შერკინება შედგება 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველს მე ვიხმობ ჩვენს fight pitch-ში აჰმედ აჯდინ. აჰმედ აჯდინი პირველი მოემართება გამა fight pitch-ში. კილოგრამში ავდივა. მას სხვათა შორის ქართულ მივესალმოთ აჰმედს და გრეპლინგის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობის სახე დაეჯახება დღეს გიორგი გოგოჭურის სახით. დღეს აჰმედთან fight pitch გაიზიარებს გამოცდილი MMA-ის მებრძოლი, თუმცა დღეს წარდგება თქვენს წინაშე როგორც გრეპლერი გიორგი გოგოჭური. გიორგი გოგოჭური საერთაშორისო დონეზე ბრძოლები ჩატარებული არა მხოლოდ გრეპლინგში, MMA-ში რა თქმა უნდა, თუმცა დღეს ის გრეპლერის რანგში მოგვევლინა. გულდასაწყვეტი მარცხი იწვია მან რკინა 2-ზე, მარკოს არასიარულის წინააღმდეგ შანსი ჰქონდა მას რევანში აიღო, თუმცა უერთოდ გაის რევანში, მაგრამ არა უშავს. არწმუნებული ვარ კიდევ მიეცემა შანსი არა ერთხელ აღსახელოს თავის ქვეყანა ძალიან მაღალ სცენაზე. ეს კი პირველი შანსია რომ გაიმარჯოს აჯდინის წინააღმდეგ დღეს გამა გრეპლინგზე. სწორედ კენა შორტებით არის წარმოდგენილი. კენას მაისულითაც. უნდა წავართო. არა წავართო არა თხოვ და მომწევს. შეასწორი ხო? იცი რა იწერება ეს ყველაფერი. იწერება მოიცა. კი გარკვევით შეწერავს. კიომ რომ მოусმინოს მე რა ვქნათ. იაჯერებით გომში მიდის ეს ყველაფერი. ერთს აქვს underhook-ი, ერთს აქვს overhook-ი. გომში ტეიქდაუნზე შევიდა აჯნილი, არ გამოუვიდა, ფაიტი გამოიყენა ძალიან კარგად გოგოჭურმა ბალანსის შესანარჩუნებლად. უჭური გვიხილია გამას fight pitch-ში ნიკაუეკუას წინააღმდეგ. სწორად მოხსოვს. და იქ დამარცხდა. მაგრამ რეალურად არ ვიცი ახმედზე ბევრი რამე, მე პირადად არ ვიცი. ნახოთ მისი უნარები. ზოგადად გრეპლერია გოგოჭური თავის ბაზა გრეპლინგია, ასე რომ მე ჩათვალეთ მშერულ საბრძოლო ხელოვნებაში მის ფავორიტ დისციპლინაში გამოდის ეხლა. უყვარს ჭიდაობა. კი, მაგრამ მაინც თავისებური სტილი ექნება MMA-ისთვის. საინტერესოა ახმედის უნარები, აი უკვე მიწაზე როდესაც შეეხებიან ფეხზე. ან ნეიტრალებენ მეტნაკლებად ერთმანეთს. და დიდ აქტიურობა არ მიდის, მხოლოდ ანდერჰუკებზე იწვიან, რაც შორს არ წაიყვანთ ამ შემთხვევაში. ისევზეც უნდა შევიდა ფეხში შევიდა და რომარა ფითი აუცი ოთეკდაუნი დასრულდებოდა და ფთხილად ბიჭებო აქეთ მოდიან. ხაზე ასაშიშად და ეს ხილი არასოთი ძალიან რთულია ამ დროს გააკონტროლო, თუმცა ხელზე ეგ დაყნობა კი შეიძლება გახდეს. ძიუდოში ძალიან იგზალება, ჭიდაობაში ნაკლებად, მაგრამ იქ ჭიდაობაში ასევე სხვა სირბილის ასოთ ლეიბი არის. თუმცა კი ეკეთახავი ძალიან
ფუნდამენტურად საშიში რამ არის ხელზე იგრე დაცემი დაყრდნობა, იმიტომ რომ რეალურად მარტო შენი სხეულით ძირითად შემთხვევაში არ ეცემი ასევე შენი ოპონენტის წონითაც. პლუს გრავიტაციათ ფიზიკა. ახლა ჯერჯერობით ვერ მივედი ამ საღამოს. მე სულ მახსოვს. ფიზიკას შენ გულშია ხო? ბუმ ისე ტეიქდაუნი. სპროლი გამოიყო ფეხები, საკმაოდ კარგად იცავს ტეიქდაუნებს. ოპა. ახმედი თხილად უნდა იყოს რომ არ გადავარდეს. ძალიან რთულია მის დაფიქსირება როგორც ჩანს მიწაზე. კარგი ანდრეგი კარგი ანდრეგი იყო ნამდვილად. და აღედგინა პოზიცია გიორგი. აკუ შევახსენოთ ზედაეცნენ ბიჭები და ახალი ხედვა. გრეპლინგის ახალი პარტნიორი მუშტიკრებს კარგახანია ხმარებიან ეს ადამიანები, ახლა უკვე გრეპლინგის დაფინანსებას მიყვეს ხელი და კისერი აქვს ლოგოჭურს აღებული, ვინც ამ გრანდ ჰოტელზე პირდაპირ ლოგოზე ცდილობს რომ აჯნის მოაძროს კისერი. კარგი რეკლამა გამოვა, ნამდვილად კარგი გილეტინა აქვს. თან ძილი თემატურია სასტუმრო შემთხვევაში. ბილი, მაგრამ მე მგონია ჯერჯერობით არ ეძინება ახმედს. უარსიძახის გამოვიდა და შანსი ექნება რომ ზევიდან აღმოჩნდეს. ჩემს გოგოჭურმა არ უნდა მიიღოს ეს პოზიცია, ეგრეც აკეთებს. დრო ცოტა რჩება, წუთნახევარი თითქმის. შეგახსენებთ ეს გახლავთ დღევანდელი საღამოს თანამთავარი დაპირისპირება ერთადერთი ბრძოლა დაგვრჩა შემდეგ ჩხამაიასა და ნაუროზაშვილის შორის საკმაოდ საინტერესო ჯახი. წუთი რჩება ძირითადი დროის დასრულებამდე. გოგოჭურს უჭირს გაცდენა ნამდვილად. საუბრობთ ეგრეც იქნება და ისევ აი ესეთი რაღაცები დაჭირდება რომ შეახტეს სამიშენებზე, მაგრამ ამჯერად მზად იყო ახმედი და მარტივად გამოვიდა, აღმოჩნდა ზევიდან და უკვე თვითონ შეუტევს ფასზე და გაცდა ნელ-ნელა ცდება. ფითი უშლის ხელს, ეხა ბაგიჩოუ გზე უტევდა მცდელობა ქონა ყოველ შემთხვევაში გოგოჭურს, მაგრამ არ გამოუვიდა. რაც დროც ძალიან ცოტა რჩება, მივიღებთ ოვერთაიმს. საკმაოდ სერიოზული მუშაობა მოუწევთ საჯებს. მივმართოთ მათ, ვის ეკუთვნის უპირატესობა. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ლურჯი კუთხე შოთა გოგოჭური იწყებს ზურგის აღებით. სამიშენმა გადაწყვეტა გილეტინამ თუმცა ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. პირველი დამატებითი დრო. ნუ ეს არის დღეს მესამე დამატებითი დრო, მაგრამ აი ამ ბრძოლაში პირველი დამატებითი დრო ზურგს აიღებს გოგოჭური და ეცდება რომ მოახრჩოს მეტოქი. სამკუთხედი ჩაკეტა. ნიკავე კუას მითითებები, დეტალური მითითებები ისმის აჟნინის წინააღმდეგ მიმართებით ბოდიში. აძლევს დეტალურ ინსტრუქციას თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ ყველაფერს. წუთზე ნაკლები დამატებითი დროის დასრულებამდე, პირველი დამატებითი დროის დასრულებამდე შემდეგ ეს არის ჩაკეტი. მე მგონი აქ ჩაკეტილი აქვს ხელი. აქედან ძალიან გაუჭირდება გადარჩინა ეხა ახმედს. ცდილობს, მაგრამ ნელ-ნელა ვიწროვდება მარკუჟი. გადარჩა, ეხა თავს უკან ვერ გააქვს ხელი. ბრაო, ნიკა ძალიან ქვევით დაწია ტანთან ახლოს და ვერ მოახერხა მისი მოხრჩობა გოგოჭურმა, არა და ახლოს იყო მიზანთან.
ასე უკვე გამოვიდნენ. გააჩერებს საჭი. გამოზრო აბედი და ახლა მისი ჯერია ზურგის აღებას. მე დაჟგინ. ახლა შეეცდება რომ დაასაბუთოს მეტოქე ტანის სამკუთხედის ჩაკეტვას ახერხებს, თუმცა მარყუჯი ბოლომდე არ აქვს კარგად არ აქვს ჩაკეტილი. ახლა მარჯვენა ფეხი შიგნით აქვს. სწორ ხარეს გადაატრიალა როჭგმა ან კვანძის ხარეს შესაბამისად ზეწოლა ტანზე არ იქნება დიდი სამკუთხედიდან ტანის სამკუთხედიდან ასე დრო გადის რეალურად არბარზე ხოლმე მიდიოდა, მაგრამ არბარზე წასვლა აქედან ნიშნავს პოზიციის დაკარგვას და გააჩერებს საჭიროებს. დაკარგვავს. აძლევს მუშაობის საშუალებას. სამშენო გამოხვიდე რეალურად. ეგრეა რეალურად სამშენა სანამ არ გამოხვა არაჩერებინა ლოგიკურიც არის. სწორია სასახურიო ბრძოლა იყო. მაგრამ პლენზე მახსოვს რომ გააჩერეს და მაგიტომ ვფიქრე აქ. სერიოზული შერკინება. აღარ მახსოვს და გააჩერეს. ხოთ ის იყო შენს მიბრძანდით საჭთან. ამ შერკინებაში დამატებით დროში არმბარით გამარჯვებულია აჰმედ აჯნინ. ხოთ გავაცილოთ გიორგი გოგოჭური აპლოდისმენტები. მე კი აჰმედთან ვარ. Congratulations Ahmed. It was a tough fight but you managed to win it. Share your emotions. And what do you think? Are you happy with your performance and how was it to fight in the pit? To be honest, mate, that was a shambles. Should have done better there. That's it, mate. Did you enjoy fighting in the pit or classic tatami is more for you? I think it's a bit fun. It's a bit of fun, yeah. Do you have further plans to compete in Gamma grappling? If you'll let me, yeah. We'll surely do. Congratulations, Ahmed. კითხები გავიგე პასუხები ვერ თემო. კითხები გავიგე პასუხები ვერ. თუფლებასო ვიჭიდავებ კიდევ და სავარაუდოდ ვიცემ. აჰა. კარგი სამშენი ხო და არის გადავედით თავარივენზე. ეს შერკინება ჩატარდება 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. კიდე კაი შემახსენებ. რაფის ბილეთებს ვათამაშებ, ბუჩო, კი? სანამ მე მეგონა რომ დავიწყებოდა და პირდაპირ გავჯიბავ. ხო, ჩვენს ბედია ჯგუფს რომ გაათამაშო რაფის ბილეთები, შეგახსენებთ 2 ბილეთია დღეს და ყველას ვისაც გაქვთ შეძენილი გამას ბილეთები, გაქვთ შანსი რომ რაფის ბილეთები მოიგო. აბა let's go. ჩვენ კიდე მოვედით და დავჭერეთ მიკროფონები დავიჭირეთ ხელში და ვსაუბრობ. ჩვენ რატომ არ გვაქვს შანსი? ტრიალებს. ვინ მოიგებს? გიორგი ბუჩუკური იგებს, არა. ჰენრის ეხუდო? ვაუ. ჰენრის ეხუდო იგებს. მოიგო. cjudois2@gmail.com ვისი მეილია ეს? შესანიშნავი. მობრძანდი მეგობარო? სოსო შარიპაშუა მოიგო. ბრძოლა წააგო, მაგრამ ბილეთი მოიგო. გილოცავ გამარჯვებას, ტანზე გეტყობა რომ ჭიდაობას კარგად იცნობ, ხო ძიუდოც ხო ჭიდაობის სახეა. და რავი, რაფზე წახვალ?
თუ დამიტოვებ და მეწავა? რა თქმა უნდა. გაგიხარ და მოგება? კი, ძალიან. შესანიშნავი, აი ეს მეილი, რომელიც გაქვს, მანდ მოგიგზავნით ჩემ ბილეთებს დღესვე და ისიამოვნე. მე სამწუხაროდ ვეღარ მოვალ ჩემი ბილეთები შენს მომიცია და მომიყევი როგორი შეჯიბრია. დავსკრინოთ და შევიპაროთ რა. შესანიშნავი, შენი სახელი? ვიშია. სანდრო? შარიფაშვილი. სიკურად ვერ. შარიფაშვილის ძმა ხარ? ნაის. გილოცავ. ასე თუ შენ ძმა ვერ მოიპოვა დღეს გამარჯვება, მაგრამ შენ მაგარი გამარჯვებული ხარ. დაბრუნდება რა თქმა უნდა ჩემი ძმა. ეჭვიც არ გვეპარება. შესანიშნავი. მიულოცოთ. შარიფაშვილის ძმებს გამარჯვება. მაინც გამარჯვება. ხო წაიყვან ძმას რაფზე. იასნია. ეთილი. გადავიდეთ ჩვენს მთავარ შერკინებაზე. ჩხამაია ნავროზაშვილი დაიდოს. მაშასე გრეპლერი 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ელგუჯა ნავროზაშვილი. კარგად ნაცნობი ჩვენთვის ელგუჯა ნავროზაშვილი და ეს კაცი არის ადამიანი, რომელმაც სასწაულად მოუმატა თავის გრეპლინგის დონეს ბოლო პერიოდის განმავლობაში. აფრიკულ მელოდიებზე გამოვიდა. აფრიკულია თუ ბრაზილია? ელგუჯას მეტოქეა დღეს. ჯუნგლები ორივეგან არის თემო. გამაგრეპლინგის ნახტივილიანი გიორგი ჯღამაია. გიორგი ჯღამაია კი ის კაცია, ვინც ერთხელ გამაგრეპლინგიდან პირდაპირ ხელი წაიღო სახში. ორივე ძალიან აგრესიული, შემტევი სტილით გამოირჩევა, ფინისზე ორიენტირებულები არიან. ლეგიონს წარმოადგენს ჯღამაია. რამდენიმე დარბაზში თუ სწორად მახსოვს ბლეკიგლი ხო ნავროზაშვილის შემთხვევაში? კი, ბლეკიგლი და მას სამურაი. მგონი არ ვიცი კიდე ის თუ არა. ორივე დაждდა. წამოდგაფეხზე ნავროზაშვილი, ეს არის თავარი ვეთში გახსენებთ და დღევანდელი საღამოს გამაგრეპლინგის სპონსორები არიან ახალი ხედვა და ვინჰამ გრანდ თბილისი. ახალი ხედვა რეაბილიტაციაში ეხმარება ჩვენს ათლეტებს, ვინჰამ გრანდ თბილისი კი ტყბილ ძილში. ეს პრინციპული დაპირისპირებაა. ეს პრინციპული დაპირისპირებაა. ბატონო, პრინციპული დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესოა. იყო ორივე როდესაც არის ფარიდან ფარზე მენტალიტეტით განსაკუთრებით საინტერესო გამდის ხოლმე ეს დაპირისპირებები. ფეხზე მუშაობს ნავროზაშვილი. ბიჭები ვოუჯლოგზე უტევს ახლა. დააღწია თავი, გამოიტანა ფეხი. ჯღამაია მარტივი არ არის ხა ჯამაიას დასამიტება თან ლეგლოკებით. ეძებს ხა რეალურად ნავროზაშვილი მაგას ფეხებს შორის დებს და ცდილობს რომ გადააბიჭოს სადლში. გიორგი სჭირდება ორივე ფეხი შიგნით. ნავროზაშვილი არა, კაი შუას ჩაულებო. შანსი ექნება რომ სულ შეუტევოს ახლა ჯამაიას. გამოიქცა დროულად იქიდან ნავროზაშვილი. დელაჰიუადან კარგად გადადის. 2 წუთი გადის ამასობაში ძირითადი დროის. არ ვიცი თავის ფეხს ესე ატოიცავს აქედან. და ჩაუტოვა.
წელები უნდა გაახსნე უმოსხა და წამოვიდეს თავის ფეხზე გადაიტანოს წონა. და შეიძლება დატრიალდეს. ეს გახსნა სტილობს. გაჭიმო სტილობს. ნავროზაშვილი. ახერხებს ამას და ელგუჩა ნავროზაშვილი გამარჯვებული იუკი. მორიკი გამარჯვება ნავროზაშვილს ვახსენეთ რომ ამ ბიჭმა ძალიან მოუმატა ამბოლო დროს ავის დონეს სადღაც წელიწადია ის გამოდის და აბსოლუტური ყოველია გამასპაიჩიცე და დღესაც წარმატებით შეასრულა მისია. მეგობრებო, არ ვიცი, უცნაური ამორთა ბრძოლაში Phil Hogan გამარჯვებულია ელგუჯა ნავროზაშვილი. გიორგი გავაცილოთ თქვათ აპლოდისმენტები. ელგუჯა სერიოზულად არაერთხელ აფსეთი აგემე ბევრ შენს მეტოქეს. რატო არ გაფასებენ სათანადოდ პირველი კითხვა მიჩნდება მე? მოგესალმებით ყველას პირველ რიგში ვინც აქ მოხვედით და გვიყურებთ რა მადლობა გამას რომ აი ასეთ შანსს გვაძლევთ ჩვენ თავის ანუ ხალხში გასაცნობად რა. რატო არ მაფასებენ კიდე არ ვიცი რა ვიცო. არაფერი არ დამიშავებია ყველასთან თესავ პატივისცემას და იგივეს ვითხოვ რა. დავაფასოთ ერთმანეთს გრეპლერებს გვიხდება რა. კიდე რა ძალიან დიდი მადლობა ჩემ გუნდს ვინც დღეს კუთხეში მყავდით ყველანი ვაფშე რეგიკში ვარჯიშობ და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ამტკიცებს კიდევაც და გააგრძელებს ესე რა. უღრმესი მადლობა მთავარ თვითნელს ამიკოს სიმონიშვილს ძალიან მაგარი ადამიანია. მოდით ჩვენთან ოფენმატებზე და ნახეთ რა დღეს შევაგდებთ იქ ერთმანეთს. ეს მოგონებაა კიდე. მადლობა ყველას რა და კიდე ერთი რა. დღევანდელ ჩემ შეხვედრაზე განსაკუთრებულად ნერვიულობდნენ გიორგიდან გამომდინარე ჩემი პაპა და ორი ბაბო რა და სულ ეს იყო რა აღარ ინერვიულობ ხოლმე. გილოცავთ გუჯა გამარჯვებას. ძალიან დამაჯერებელი იყო და მე მგონი ნიკნეიმი უნდა გქონდეს. რავი ეგ ხალხმა შემარქვით თუ რამე გინდათ რა. მე თვითონ ხო არ დავირქმევ სახელს. მადლობა ყველას კიდე ერთხელ. შესანიშნავი შემოგთავაზეთ ელგუჯასთვის ნიკნეიმი. აფსეთების მეფეა მე მგონი ეს კაცი. ელგუჯა ნავროზაშვილი. დღეს ვიცი საღამოა, გავაცილოთ აპლოდისმენტები. მეგობრებო, დღეს ამით დავამთავრებთ ჩვენ დღევანდელ საბმიშენების საღამოს. თუმცა გამას ვიკენდი მხოლოდ დაიწყო. ხვალგველის Breaking Bad უკვე მუშტებზე გარვარკვევთ საქმეს. ხოლამდე არ დაგაუწევთ გამა Breaking Bad-ი ასევე გამა Fight Hall-დან სადაც თითქმის ყოველკვირა იმართება გრეპლინგის მუშტიკრივის MMA-ის ივენთები. ჩვენ კი დღევანდელ საღამოს უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა გრეპლინგის გამა გრეპლინგის სპონსორებს ახალი ხედვა Windham Grand Tbilisi. თქვენთან ერთად დღევანდელ საღამოს ვიყავით თეო მამაცაშვილი და გიორგი ბუჩუკური. დროებით